განმარტება თქვა ცხოვრის შემდეგ. ჩვენი ძირითადი საქმიანობის სფეროს ეს გახლავთ სამოქალაქო განათლების საქმის სწავლების ხელშეწყობა, რათა როგორ მოიაზრება მოგვიანებით მოგახსენეთ, სამართლებრივი კულტურის საფუძვლების სწავლების გაძლიერება, რაც თავის თავში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა ფართომასშტაბიანი კამპანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით. სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ასევე ხაზგასმული არის უწყებათშორისი კოორდინაციის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების შესაძლებლობების განვითარება, ისევე როგორც აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.